Do re mi fa sol la si do. La la la. გაჩუმდი შევირიშვილო რა თქვენი მოპ***ემთილადია. აი მამა ანუ ვიდეოს რა მოხდა მე რა ხო ვიდეოს რა ხო ვიძე. დამაძინე ხა. Intros მუსიკა. What up? It's Beka. გამარჯობა ხალხო, როგორ ბრძანდებით დავბრუნდით მომდევნო ვიდეოთი. როგორც იქნა გვეღირსა მიმების შემდეგი ეპიზოდი ძალიან გალოდინით ვიცი, მაგრამ კონტენტიც არ იყო შესაბამისად რომ გადამეღო ხალხო მიმები დაპოსტეთ, კარგი მიმები. ბოლო ვიდეო დავდეთ 11 ნოემბერს. კაი ხანი გავიდა, მაგრამ შესაბამისად კონტენტიც ასე თუ ისე დაგროვდა მგონი. ანუ, ჩემო კარგებო, მოემზადეთ, მოეჭიდეთ, დაითრიეთ სნეკი და ჩაუჯექით ვიდეოს. აბა მიმერებო პირველი ვიდეო დღევანდელი მიმების ეპიზოდის. მიმები. კაი. ეს უნდა ყოფილიყო ჩემი ინტრო დღეს. კაი, ხო არ გადავთ, რა მაგარი ნახატია, თან პასტითაა დახატული. პასტიც ძნელია დახატვა. მადლობა ჯიგარი ხარ, bro. GTA San Andreas-ო. GTA San Andreas. აბა როგორ ტყვის? GTA San Andreas. I've been on the hunt for cute shoes that actually fit my wide feet, and I finally found them on Temu. The round toe fits like a dream, and the best part. აბა როგორ ტყვის? GTA San Andreas. და Ghost of Tsushima-ს ის იყო ხო მოდელები შეცვლილი უეჭველი. Nice game really მიმი. მორიგი არტი. ყველა ამ ფოტოს რატო იებს? ძალიან დაგევასთ ეს ფოტო. Ultimate Artist template გახდა ეს ფოტო რა. საპორტრეტო მატერიალი. საქართველოს ნაკრები, ბურთი, შვედეთის ნაკრები. ახლა ხვდებით ხო დიდი ხანი არ დამითია მიმები. და კლასიკური ისე გადამიღე მიხვდეს ვინ დაკარგა, ოკეი. მე როდესაც ნამცხრისკენ წავიღე ხელი. დედა ჩემი სტუმარი და მე. ხელს რო გაიშვე და გაუშვი ხელი მაგას. ჯერ საჭმელი ჭამე. ისე სასტავი ვიცი, ვინც ჯერ დესერტს ჭამს და მერე საჭმელს. და თქვენი არ მესმის. ჩემთვის თქვენ ხართ უცხო პლანეტელები. როგორ შეიძლება ჯერ დესერტი ჭამოთ კბილი და მერე მიაყოლოთ საჭმელი? ოპა, მარიოჩი მარო და ხორხე ძმაო. ეს 4 ძმანი იყვნენ რა სერიალში არასდროს აგემოცემული. ცოტა მაღალი მაინც გაგეხადე რა პროპორციული გამოჩნდებოდა. აი ხედე გვერდზე. არაფერი განსაკუთრებული, ხო? ახლა კი წარმოიდგინე რომ გვერდიდან ის გეძახი. აუ დაახლოებით იცოდი რა ეს იქნებოდა, მაგრამ ჩემი როჯერ დავინახე, მაგარი სასტილო გამოვიდა. ბრავო! არავინ, რატო ტირი ხარ სლენდერას ვიდეოს არ უყურე და რა არის სატირალი? მე ხალხო დადგმული იყო ის ყველაფერი. ზღაპოც კაი მსახიობი გვყავს. თუ სიმღერით წავედით სახში იმ დღეს. ერთსამიანი ვიდეოა, ერთსამიანი. აუ გადაბრუნდით თქვენ. საყო. მოდრიფტე. მე შემიძლია Forza-ში მითი კამაზი დრიფტი. ოპა, only legends allowed before და after ultimate photoshop niche საღოლ. ისე ეს როლი მე უფრო მიხდება, ხო არ დავიწყო ეს TikTok-ების გადაღება. არა. ნამდვილად არა. ეს ჯოჯოდანაა ხო ეს ვიღაცა. Death Note-ის არტი, ჟენიალური. ჩემი თითი რეკლამის გაზეთში ღილაკი. ანუ რეკლამის გაზეთში იქსი რო ძალიან პატარა მაგას სახით ხო? კაი. Хорошо. ეს რომელიმე სერიალიდანაა, კინოდანაა? ჩცდ-და ხო? ჩემი ცორის დაქალებიდან. არ ვიცი, მეგობრებო, არ უყურებ ჩცდ-ს და ვერ გეტყვით რომელი ეპიზოდია და რა ხდება აქ. 300 მილიონი ფიტნეს ქულა მეკუთვნის საქმე. ნახე იმენა რა, აი პროგრესი სახეზია, იმ კერდი, ტრიცეპსი, პრესი ხა არ ჩანს, მაგრამ პრესიც მაქვს. მიშველთ ხალხო დიეტა მინდა, გავამიწერეთ დიეტა რომ დავიცვა, იმიტომ რომ შაურმის ჭამით მოვკვდი. მომენტი როცა მამას ძმაკაცებმა სუფრაზე დაგიძახეს. ხო რა გადავა, რა კარგი ჯდება. დედა მთელი ღამე ისევ სლენდერ ბიემს უყურებდი არა? არა დე მეძინა. ჩემი კატა. კატა რო ჩემი ინტროს სიმღერას დაიწყო. დავაი მთაგელოდება წინ. ხეცას შეეჯახო. ყველაფერს მოველოდი ამის გარდა. ყველაფერს. Gaming developer-ები. პირიქით უნდა უხეროდეთ მე რო ვიღებ მაგათ თამაშებს.
ითამაშო ჩვეულებრივი წყნარი თამაშები. ითამაშო ისეთი თამაშები, სადაც ნერვების მოშლის გამო ფსიქიკა დაგერღვევა. Nice. რა თქმა უნდა, წყნარი თამაშები უკვე ძველმოდურია. ვიკმინები. შეიარაღებული ვარ, ვიბერები, ეკლებიანი ვარ. ვიბერები, ეკლებიანი ვარ. ვაუ, ეს რანაირად როგორ ისთვის რატო? საღოლ? რა გინდათ შემახსე ხალხო წადით ფრილანსერზე დარეგისტრირდით, ფული გააკეთეთ. ესეთი ხალხის ნიჭი მქონდეს აქ არ ვიქნებოდი. მაგრამ არა მაინც ვიქნებოდი. ვიღაც ახალი ქართული თამაშები გამოდის და არავის დაუტესავს ჩემს გარდა. სლენდერა, უკვე დატესტილი მაგ. როცა მიმში სიტყვა არასწორად დაწერე, სლენდერა. არ ვიმჩნევთ იმას, რომ მეც ძლივს ვსაუბრობ ხოლმე და ვჩლიფინებ. დიდი ამბავი ხდება ხოლმე. აი, ეხა ნუ გადამრიეთ რა. აუ, რა მაგრა გაკეთებული. ახლა უკვე მწვენია. ნუ ხარჯავთ ამებზე დროს. რამე კარგი დახატეთ, მე ნუ მღატავთ. მე რა დასახატი ვარ ხალხო. იმენა რა, ფოტოშოპს ამუღამებთ ყველანაირად. ამაყობ თქვენით რა. როდესაც გეგონა რომ შენი პირველი მანქანა Supra ან Skyline იქნებოდა, მაგრამ ბესმერტნი ოპელი დარბიხარ. ხო, ნუ მე კიდევ თავს იმით ვიწყნარებ, რომ ეს ოპელი პაპა ჩემისგან გადმომეცა და ჩემი ნაყიდი არ არის, ასე რომ ეგეთ შეცდომას მე არ დაუშვებდი, მაგ მანქანას არ ვიყიდდი. მაგრამ პრინციპში რა Skyline-ის ან Supra-ის ყიდველი მე ვარ, ჰა. ჯერ ყოველ შემთხვევაში. ოდესმე, ხალხო, ოდესმე. ზღაპო და სლენდერა. ძალიან აკურატული ფოტოა. კარგი ცუდი ბოროტი. მოკლედ ჩემო კარგებო, ჰელოუინი მოახლოვდა და შესაბამისად ჰორორ თამაში უნდა გადავიღოთ. ეს არ იქნება 2-3 ჰორორ თამაში, ერთ თამაშს ვითამაშებთ. ოკეი. Crytek's გამოშვებულია, დეველოპერმა გადმოგცა Hunt Showdown-ი. ოკეი. არაფერსაც შეაქ არ არის, მე თქვენთან ვარ. როგორც გითხარით, ეს არ არის 2-3 ჰორორ თამაში. შეგიძლია დამშვიდე. ოკეი. არაფერი შეგაშინებს ამჯერად. ხო. ამ სკერს მოელოდი? ხო გითხარი რა ფერში გეშინებს მეთქი. ორიგინალური ვიდეო ჩემო კარგებო, როგორც ყოველთვის თქვენი შესრულებით. მომენტი როცა სლენდერას ღაფას უყურებს. საღოლ ჩაგეთვალა. ჩემნაირ გოგოს ვერსად ნახავ. ისნაირი გოგოები. Roasted. საღოლი მენა. კარგია. მე და ჩემი მეგობარი დღეს გავათენოთ ფილმების ყურებით. ჩემი მეგობარი 3 წუთის შემდეგ მახსოვს ეს მიმიადრეც იყო მგონი. ახალი ოპელი, ძველი ოპელი. ისე მაგარი ოპელია კი ვიყოლიებდი იმას. ოპელის SUV. ერთ რაღაცაზე მინდა ხალხო შევთანხმდეთ. ოპელზე ჯვარი არ მაქვს დაწერილი. თუ შევიძინე სხვა მანქანაც, არა მიფეთქოთ კომენტარები ძალიან გთხოვთ. აუცილებელი არა ადამიანს ოპელი ყავდეს. აქედან ვიგაფრთხილებთ. და აქედან შევთანხმდეთ. იცი რა ქვია იდეას, რომელიც მშვენიერთან ერთად გენიალურიც არის. რა ქვია? მშვენიალური. ჩემო ძმაო რა დაგერხა? ჩემ ფეხებს ამოიღებს მაგ ფიგურას ზუსტად. მაგრამ მამენ რატო დაერხა? ესე გამოჭრის აქ და ვშუ. იგივე წრია რა. easy მაინც. როცა სლენდერამ Jump King ვერ დახურა. Jump King ვინმე დახურა? ვინ დახურა ხო? მედი მამი აქვე მიაფსე არავინ გიყურებს. ყველანი ყოფილვართ მან ჩემო კარგებო. რა ხელა ჯაპედა. ეს მაგარი ტიპია. ძალიან ძველი ვიდეოა და ამ სიცილზე თავიდან მოვკვდი პირველად რომ ნახე. მაგ ტიპის სიცილი პირველად ნახე კი ბატონო, შენ მგონი ბევრს მან დააკნა ნახე. Opel. Op LL. დაბრუნდა ეს მიმი? როცა ძმაკაცის დედას უყვები ისეთ ამბებს თავის შვილზე, რაც აქამდე არ იცოდა. დედა და ძმაკაცი. აკვდება იმენა ზედ. საღოლ. როდესაც ვეგანობა გინდა, მაგრამ ის ძალიან გემრიელია. რა ვეგანობა ხალხურის ვეგანობა ხინკალს რო ჩაკაბეჭ წვნიანს. არა, დიეტა არ შემილია მე, მაგრამ მინდა. თორე მე გაიჩნდება ღიპიანი სლენდერა კიდე არავის არ მოეწონება პირადად ვიარ მომეწონება და რა ვიცი. ჰაკერი მეუბნება ჩემს სახელს, მეუბნება ჩემს მისამართს. მე რო ველბაც ორივე ვიცოდი. ძველია, მაგრამ კარგია. ოკეი. ოპელის იგივე მიმი. კაი. ოპ. ოპი ხოძეა. მაგრამ Volkswagen-ია არ არის ოპელი ეს. აუშ, ბეკას შენიშნა ჩემს მიმზეო და ეხლა იქნება ბეკას როუსტი? ახლა მეგობარო, როცა რესტორანში შენთვის ჭამდა, გაწოფებულ მადონა კოიძეს მოკარი თვალი. გრამატიკა. და ერთი რაღაც შემეჩალა, ვიცი მგონი.
და ჩავასწორი მალევე. ბეთლაიუ მასტერლიგა. ყველაზე მასშტაბური სამოყვარულო ჩემპიონატი ფეხბურთში. თმოს გულშემატკი რომ მეთქი. აუ, კაი. არა, ამას ვერ უყურებ. всё, გასაგებია. თემოს უნდა დამეწერა, ბაზარი არა, ბარი-ბარში ვარ. всё. კიდევ ერთი უმშვენიერესი არტი, რა ვიცი, ძალიან მაგრები ხართ საღოლ. მე როდესაც მასწავლებლებს ნივთების აწევაში დავეხმარე. Strong. აუ, სასტავ მეორე ნაწილი გაეძრო. GTA 5-ის გახმოვანების დავაი ჩაუჯექით. მოემზადეთ. What up? როგორ ბზანდები? About as good as can be expected, but the news is not good. ხდება? I know you did that fucking jewelry job. Fuck you. კაი ხო, შემეშალა. ჩქარობდი. სიჩქარეში ვის არ მოსულია. So, my problems are sort of your problems. ლათ ეგრეც არ არის. This guy, Ferdinand Karamov. The agency claims he's dead. We need you to verify the body. აქ რა უნდა ვქნა? Okay, აქ გასაგებია რაც უნდა ვქნა. სავარაუდოდ ხო? ხო გასაგებია. Or haven't you? დაყურებაც ჩასვას აღონ. I have always kind of liked you. Call me when you wake up. Right next to the bottle of scotch and pack of redwoods. აუ, რამ ხელას დაიყვირა. Cindy! მოუგვიდე თუ არა? Hands in the air! Might be in the other room. იმენა ჰორორი გახადა. აუ, let's play it შევედით. Out of there! What's has? What's has? Okay, აქ არაფერი ძნელი არა, როგორც მივხვდი. აუცილებელი იყო ესე რომ გაიკეთებინათ. შენი ჩახტობა nice. What up? What the fuck is going on? ლეგენდის თანახმად, ამ თამაშის ყველაზე მაღალ წერტილში არის მაგარი ნაშა, რომელიც მეფეს ლენდერამ უნდა წაიყვანოს თავის სამეფოში. ასე რომ წავიდეთ მაგარი ნაშისკენ და ასე რომ წავიდეთ და ნახოთ ის მაგარი ნაშა. ჯერჯერობით არავის არ უნახავს ამ თამაშის ყველაზე მაღალი წერტილი. ალბათ, შეიძლება ერთ-ერთმა დახურა. არ ვიცი. მაგრამ ძალიან ძნელია, რეიჯ თამაში არის. მოკლედ რა ხდება ამ თამაში ხალხო? ხარ რაინდი მეფე, რომელიც ტუნობს და ადის მაგარ ლეველებზე. თუ ჩამოვარდი, იქ ჩეკპოინტები არ არის, არაფერი არა. მოკლედ სრული პიზდეცი არის, რომ რამე შეგიშალოს. All right, man. I'm with you. I'm with you. არა, ძმაო. voice acting-ი 100-დან 100. კაი დიდი ვიდეო გააკეთე, საღოლ. მაგრამ შეკითხვა არის ის თუ რა იქნება შემდეგში. ახალი მანქანისთვის ფულის შეგროვება, Opel-ის ნაწილების ყიდვა. იმდენი ფული დავახარჯე უკვე Opel-ს, მართლა ახალ მანქანას ვიყიდდი. POV შენელებული კადრით. არა, კი, კაი გამოვიდა. შენელებული უფრო სასაცილო ყოფილა. არა ვინ, Slender Beam რამ შეგაყვარაო, მე ღმერთო აპატია გახეწერი. რა სიზავ ხა ყველას ვერ შეაყვარებ თავს. ოპა, გაფერადებული არტი. Nice. მე მგონია ჩემი თავი მაგარ კაცად სინამდვილეში. Photoshop არტები რაღაცა უფრო და უფრო ორიგინალური ხდება. Nice. დე, ცუდი სიზმარი ვნახე. ეგ მისი ბრალია გამით რომ უყურებ ბექას ვიდეოებსო. ჩემი სიზმარი. Nice. თქვენი მწვანე პასპორტი თუ შეიძლება. ბექა გამოაშკარავეთ ხალხო. აუ არა მართლა არ მოველოდი ამას. აი მიმების ეპიზოდის ბოლოსში არის ყოველთვის ყველა სასტილო რაღაცეები. 5 წლის მე, რომელიც თოლის პაპას ველოდებოდი, მაგრამ დავინახე როგორ დადო დედამ საჩუქარი. რითი გაიმართლებ ამ დროს თავს დედა? ეს დიახ რატის ბარში დავამფიქსირეს. ყველგან არის მოკლედ პაპარაცები. შემიძლია. გეი ხარ ე? ნანი?
და ჩემო კარგებო, ამ მიმების ეპიზოდის ბოლოშიც გავედით. იმედია მოგეწონათ, იმედია ცოტა მაინც გაერთეთ ჩემთან ერთად. როგორც უკვე გითხარით, შეგიძლიათ ჩვენს Facebook გვერდზე დაპოსტოთ თქვენი მიმები და შეიძლება მოხდეთ ჩვენთან ვიდეოში, ლინკი აღწერაში იქნება. მაგრამ მანამდე, მადლობა რომ უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე, გამოიწვიეთ არხი თუ ახალი ბრძანდებით და ლაიქეთ თუ თქვენ ინფორმაცია ახალისო ვიდეოს სანახავად. მე კიდე გენახავთ შემდეგში. მადლობა კიდევ ერთხელ ყველას. და